მოგესალმებით მეგობრებო, ვიწყებ ვიდეოს გარჩევას, ამჯერად გავარჩევ ჩემს ვიდეოს, რომელიც ჩავიწერე Endel 100-ზე, აჭარაბეთზე და რომელიც არის 48 წუთი ხანგრძლივობის, თუმცა 2x-ზე გავუშვებ და ალბათ მალე გავირბენთ. მაინდა-მაინც ბევრი ექშენი ამ სესიაზე არ ყოფილა, თუმცა იყო რაღაც დარიგებები, რომლებზეც 1-2 სიტყვის თქვა შეიძლება და თან იმედი მაქვს, რომ იყო რაღაც დარიგებები, რომლებიც ცოცხალი სესიის პროცესში ვერ შევამჩნიე და ანუ ვიდეოს ანალიზის პროცესში შევამჩნევ. კარგი, დავიწყოთ, დიდი ხანი აღარ გავწელავ. უახლოეს წარსულში ავტვირთე არხზე ბევრი ვიდეოები, ანუ გამომწერებისგან გამოგზავნილი. ზოგიერთი იყო ვიდეოს ანალიზი, ზოგიერთი იყო დარიგებების ანალიზი და გარჩევა. აი, მომავალშიც იგივე ფორმატების შენარჩუნებას ვაპირებ, თუ ვინმე სურვილი გექნებათ, რომ ჩაიწეროთ ვიდეო და უშვათ და მე ეგ ვიდეო დავაკომენტარო. ჩაიწერეთ და მომწერეთ, გამომიგზავნეთ და დავაკომენტაროთ, რა პრობლემაა. კარგი, დავიწყოთ. ამჯერად ჩვენი ვიდეოს ყურება. ეს იყო სიტუაცია, როცა ეხა ახალი დამჯდარი ვარ ალბათ ამ მაგიდაზე და ავტოპოსტი გამაკეთებინა, ანუ ბლაინდი გადამახდებინა, ანუ ბლაინდზე დალოდების ფუნქცია არ გვაქვს აჭარაზე. ხო, ვიდეო დაწყებისას 6 მაგიდაზე არ ვიჯექი, ნელ-ნელა ვჯდებოდი, ანუ ადგილი რო გამოჩნდებოდა. ხო და ვალიდათიანი MP-ზე მაგიტომ გავხსენი, რომ ჯერ ერთი Big Blind-ზე რეკრეაციული მოთამაშე იჯდა და მეორეც ერთი კიდე ავტოპოსტი მქონდა უკვე გადახდილი შესაბამისად. ისე გალიმპვას ოპერეიზი მიჩვენია ხოლმე ეს სიტუაციებში ისედაც და თან ვალიდათიანი არ არის. სუსტი ხელი და რამდენიმე ხელის შემწყობი გარემოება არსებობდა ოპერეიზისთვის. UTG-ზე ტრიბეთს ალბათ არ დავქოლავ ესეთ სიტუაციაში. პირველ ორ პოზიციაში საკმაოდ დიდი არადინამიური პოზიციებია ზოგადად და შეიძლება კი არა და აუცილებელიც არის დაიდი თამაში. მან მეორე ბარელი ვფიქრობ, რომ აუცილებელიც არის, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ხელი მაქვს, ვფიქრობ, რომ მეორე ბარელზე კიდე value ჩემილია მივიღო რაღაცა 7-იანებიდან, 8-იანებიდან და რაღაც ეგეთი ჰენდებიდან ოპონენტისგან. ესაბამისად მეორე ბარელს გავაკეთებ და reverse check-check-ით ვითამაშებდი, ჩვეულებრივად გავიდოდი showdown-ზე ჩემი showdown value ჰენდით. ჩვენ ვილაპარაკეთ ვიდეოში, სადაც Oslo გათამაშებები ავხსენი, ვილაპარაკეთ უკვე ხელების კლასიფიკაციაზე, ანუ კომბინაციების კლასიფიკაციაზე ფლოპზე, ანუ post-flopზე ზოგადად რა, მარტო ფლოპზე არა, ზოგადად post-flop გათამაშებებში და ვიღაც არ გაქვთ ნახი გირჩევთ რომ უყუროთ, იმიტომ რომ რაღაცებს იქიდან უკვე გამოვიყენებ ხოლმე თავად. მაგალითად იმას, რომ showdown value ხელი მეჯირა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. ეგ ხელი ახლა ეს ვალიდათიანი იყო value-სა და showdown value-ს შორის და ვფიქრობ, რომ მოიძებნებოდა უარეს ხელები, რომლებიც გადაიხდიდნენ. ათიანები ტრივეთია ჩვეულებრივად. აგეთ 10-3-იანი რომ აქ კი ისეთი კარგი ფლოპია მოსაპარად, მაგრამ 4 ოპონენტი როცა გასაგებია რომ მაინდა-მაინც დიდი ოპტიმიზმი ვერ გვექნება. ალბათ პირდაპირ check-fold იქნება. უფრო ლოგიკური მაგის გათამაშება კი ბატონო. კაროლები ტრივეთია. კაროლალეთი ფასყოფერის პირველ პოზიციაზე არ არის აუცილებელი რომ დავარეიზოთ, მით უმეტეს როცა რეკრეაციული მოთამაშე ჩვენთან პოზიციაში ზის და ბლაინდებიდან კიდე ტრივეთებს ველოდების ხშირ შემთხვევაში და ტუზები გასაგებია. ტუს ხრიანიც გადაემართა. ასე რაღაც გამიჭედა სავით ან კომპლეიერთან გაშვებული ამ კომპლეიერმა რაღაც აურია. გადაემართა კაცმა არის. არა უშავს. რაღაც არ მივარგა მე მგონი კომპლეიერი, აქანაც რაღაცა ის ქონდა. უბრალოდ ეს 2x-ზე იმ
როგორ დამეყენებინა იმ პლეიერში, რომელთაც საერთოდ სარგებლობ ხოლმე ვერ გავიგე და ვერ გავიგე კი არა გავიგე, მაგრამ რაღაცა ძალიან ჩახლართული ამბავი იყო და დამაცხრიანი მინრეიზით დავარეიზე. ეს დამაცხრიანის გამო არ გავაკეთე მინრეიზი, ეს მინრეიზი სავარაუდოდ იმიტომ გავაკეთე, რომ ტრიბეთებს ველოდებოდი ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ რეკრეაციული მოთამაშე არიჯდა ბლაინდებზე და შესაბამისად არ ჩავთვალე, რომ საიზინგი შემომცირე რა, შემომცირე საიზინგი. თუმცა არ არის კარგი იდეა, ეხლა ხვდები რომ არ არის კარგი იდეა, იმიტომ რომ როცა როგორც ჯობია რომ რეგულარულად როგორც თამაშობ, ეხლა მაგალითად მე თამაშობ 3 დიდი ბლაინდი MP, UTG MP-ზე და გათოვი ბატონი 2.5. ეგრე თამაშობდი. ეგეთი ოფერეიზები თამაშობდი და კი, აი ამ შემადგენლობებიდან გამომდინარე, ცოტა ესეთი ჭიდრო შემადგენლობებია, მაინდა-მაინც კარგი შემადგენლობები არ არის. შეიძლება და საიზინგების შემცირება, იმიტომ რომ რაც წესით ერთნაირად უნდა მუშაობდეს, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, ეს ცალკეულ შემთხვევებში არა, ან თლიანად გადააწყო სტრატეგია დავუშვათ მინრეიზებზე, ან კიდე შენი სტრატეგიით უნდა ითამაშო. 10-2-იანი თუ კერიერის დაქოლვა აღარ გამოდიოდა, ოპონენტმა ისე ჩააჭირა, რომ სავარაუდოდ კიკერთან წავაგებდი ხოლმე ძალიან ხშირად, ანუ მარტო ბლეფებს უგებდი და ბლეფები კიდე არ იკითხებოდა ოპონენტთან. ისე ჭედავს ეს კომპლეიერი. არა უშავს. გადავრთე ახლა სხვა პლეიერში და ეს იმედი აღარ გაჭედავს. იმედი არა, ეს არ გაჭედავს, ეს არ ჭედავს ხოლმე. ათიანცხრიანი აქ შემიძლია არ დავიცვა საერთოდ, კი ბატონო, ანუ ამ ტრიბეთის მერე ხო ყველა ვარიანტი არ დამეცვა, მაგრამ კაროლებსაც შეეხება, ხო, ხუთიანები რეიზია თავისთავად, კაროლებსაც შეეხება, ფორბეთია ჩვეულებრივად. ხუთიანები ფოლდია, ოპოზიციოთ ვერ დავიცავ ვერანაირად. ოპონენტები არა, ეს ოპონენტი სხვა ვიდეოებშიც შეგხვედრია ხოლმე, საკმაოდ აგრესიული ოპონენტია, საკმაოდ არაკომფორტული ოპონენტია, რომელთაც იყო რაღაც დარიგებები სხვა ვიდეოებშიც და ამ ვიდეოშიც იქნება და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ცოტა ლოზურად მატრიბეთებდეს, ვატყობდე, ხო? ხუთიანებს მაინც, ანუ ოპოზიციოთ ხუთიანების დაცვა, ეგ არ იქნება. მაგალითად, აი, როცა ატყობ, რომ შეიძლება ოპონენტი რეინჯებიდან გადიოდეს, შენ წინააღმდეგ, ხო? დავუშვათ რაღაც სიტუაციაში და ცოტა რეინჯებს მიღმა ანუ აგრესია რაღაც რეინჯებს მიღმა მიდიოდეს, ხო? შეიძლება ამას ატყობდე. ჯერ ერთი შეიძლება ეს გეჩვენებოდეს ძალიან ადვილად, იმიტომ რომ უბრალოდ შეუვიდა რა რეინჯი და ეგ იყო და ეგ რა. შემთხვევაში ეგრეც ხდება ხოლმე, მაგრამ რომც დავუშვათ ხდებოდა, რომ გადის რეინჯებიდან, ხო? შენი მხრიდან რეინჯებიდან გასვლა მაინც არ იქნება გამართლებული, იმიტომ რომ პირიქით შენ თუ რეინჯებში დარჩები და იმ ხელებს დაიცავ და იმ ხელებით მიცემ პასუხს, რომელიც თავდაპირველი პრეფლოპ მოდელით გათვალისწინებული ქონდა და რომლითაც იცი თამაში. მაგით უფრო მოიგებ. ვიდრე რომ დავუშვათ შენ საპასუხოდ გახვიდე რეინჯებიდან ან რაღაც ეგეთი. კაროლები ჩვეულებრივად სავარაუდოდ ამ სიტუაციაში სტეკზე ითამაშებს. რეკრეაციული მოთამაშე ფორბეთ ბანკში ბევრათიანებს არ ველოდები ოპონენტთან. კი შეიძლება იყოს რაღაც ერთი ფერის თუზათიანი ან რაღაც ეგეთი. რა ფორბეთ ბანკია რა. გაცილებით უფრო ხშირად ექნებოდა რავი დაახლოებით რაღაც. შეიძლება ვალეტები დამები ან შეიძლება ქონდა ძალიან ხშირად რაღაცა ტუზ კაროლი ტუზ და მან რაღაც ეგეთი და დავუშვათ ფლეშ დრო ან რამე. როცა ითამაშებდა ხოლმე სტეკზე რა. დამავალი კი ბატონო, ნორმალური ტრიბეთია. საიზინგიც ნორმალურია. თუმცა ვერ ვიტყოდი რომ აუცილებელი. მოდი შევხედოთ ერთი წუთი, შევხედოთ დაახლოებით აი
ჰაიჯეკის ოფერეიზე, აი, კატოფიდან დამავალეთი, კი. ტრიბეთში მიდის ყოველთვის. აჰა. 2.5-დან 7.5-ად ტრიბეთებს ვიზარდი. მაგრამ მე ცოტა გაზრდილი საიზინგი დავატრიბეთენ 8 რაღაცა. ერთ იგივეა რა. ნუ ცოტა პატარა საიზინგიც იყო ოპონენტის ოფერეიზე 2.2 იყო. არა უშავს ერთ იგივეა რა. მე ცოტა გაზრდილი საიზინგებით მიყვარს თამაში. შემადგენლობებიდან გამომდინარე. აქ ვფიქრობ რომ slow play, აი ხო იმითიც მაუსითაც აქ ვაჩვენე რომ ბევრი ოპონენტი ამეთქი და აქ slow plays და უბრალოდ დაკოლოს აზრი არა აქვს, თან კარგი ბორდია, ორხრივი სასტრიტეებია, საფლეშეებია. დამაიქსები კიდე ნუ ტოპ არა, რეკრეაციული მოთამაშეა გათამაშებაში და აქ ყველანაირად რეიზია რა. აქ ქოლით თამაში უბრალოდ ველი უზაკარგვა იქნება, იმიტომ რომ თერზე შეიძლება მოვიდეს ბევრი action killer-ი ან რაღაც დროები დაიხუროს, მაგალითად რიანა გურია, კაროლა გურია რაღაც ეგეთი მოვიდეს და მე ოპონენტებს რაღაც სრული აღარ ქონდეთ რომ დავუშვათ რაღაცა იქ თავიანთი ტუზდამიდან დამავალებთან რაღაც ეგეთი ჰენდით სტექსზე ითამაშონ, ანუ აქვე უნდა გაზარდო. საიზინგი შემიძლია ცოტა ნაკლები გამეკეთებინა, მაგრამ ნორმალური იყო რა. ანუ ხა თერზე აი მოვიდა ზუსტად ის action killer-ი მოვიდა, რაც თქვი კაროლა გური მეთქი. მაგრამ ეხა უკვე რახან ძალიან დიდი პოტია და ოპონენტი უკვე რახან მაგზე უკვე თითქმის მიბულია. ვფიქრობ რომ იმ თავის დამაიქსების გადაყრა უკვე უფრო ნაკლებად კომფორტული იქნება მაგისთვის, ვიდრე უბრალოდ რაღაც ქოლით მიმეღო და გაცილებით პატარა პოჭი, გაცილებით დიდი სტეკი ქონოდა, მაგ სტეკზე უფრო ნაკლები შანსი იქნებოდა ეთამაშა, ვიდრე ეხლა რა. ამას დიდი ახსნა არ ჭირდება, გასაგებია. პირდაპირ all-in-ი გავაკეთე აქ. ოფერებას დიდი აზრი ქონდა, ზუსტად დამავალეთი ქონდა. სავარაუდოდ მაგ დამავალეთს ტექს ვერ წამოვიღებდი, ფლოპზე ვერ გამეზარდა რა. ეს კაროლათიანი პირველ მეორე პოზიციაში, რავი, მე არ მოწონს ამის ატრიბუტები. აბა ნახოთ ეს სოლვერი რას აკეთებს ეგეთ სიტუაციაში. მე მგონი უნდა ატრიბუტებდეს. იუდიჯი ოფერეიზე ავიღოთ და აი კაროლათიანს ხან ატრიბუტებს, ხან ფოლდავს რა. კარგი ფოლდეკვიტი როცა ალბათ დატრიბუტება ჯობია. უფრო ან შეიძლება როცა რეკრეაციული მოთამაშე არა იზრდება იზოლირების მიზნით დატრიბეთება ძალიან ეს ეფექტური იქნება რა კაროლათიანის, მაგრამ ამ სიტუაციაში ერთი მესამედი სტანდარტია, აქ მეორე ბარელი იქნება რა თქმა უნდა. overbet-ი წავედი, იმიტომ რომ მეორე flash დრო დაიდო, ისედაც საკმაოდ გადატვირთული ბორდი იყო და კაროლი ხო ისო გადაიხდიდა ყველა ვარიანტში და ხო რავი, არ არის ცუდი, არ იყო ცუდი overbet. მაგრამ რავი, ისე აუცილებელიც არ იყო რა, ჩვეულებრივ 3-4-დი ვფიქრობ რომ საკმაოდ ნორმალური იქნებოდა. აი აქ რატო ვაკეთებ ამას? ეხა ვერ ხვდები. აქ მოდი რა ექშენი იყო, უცებ ნახოთ. ფლოპზე, ოპონენტ. ფლოპზე დავჩეკე. გასაგებია, ფლოპზე დავჩეკე, ოპონენტს დაჩეკა და აი check behind-ის წინააღმდეგ გავდივარ, ხო? გასაგებია. დიდი საიზინგით ალბათ უფრო მისაღები იქნება. საბასოხის ჩეკის წინააღმდეგ კი, უნდა გავსულიყავი ყველა ვარიანტში. მე მეგონა მეორე ბარელს ვაკეთებდი და მაგითო დავფიქრდი, მეორე ბარელი მანდ ყველა ვარიანტში გამომართლებელი იქნებოდა. ერთი ფერის დამაცხიანი MP-ზე. მოდი ამასაც შევხედოთ, რაღაც მგონია რომ ოფერეიზი უფრო იქნებოდა. ერთი ფერის დამაცხიანი, კი ბატონო, ოფერეიზი ჰაიჯეკზე ჩვეულებრივად. მაგრამ აქ მე ცოტა შემცირებული საიზინგით, კი არა შემცირებული რეინჯით გავედი როგორც ჩანს, იმიტომ რომ ფიში მეჯდა პოზიციაში და ბლაინდებზე ასე ვთქვათ რეგები. ფიში რო ახსენე ხოლმე ფიში, დონკი რაღაცა, ვინმე თქვენი ნიკი ამოიცანით ჩემს ვიდეოებში, ანუ შევარწმუნოთ არ მიიღოთ, ეს ჩვეულებრივი ტერმინოლოგია, უბრალოდ მიჩვეული ვართ ესე ლაპარაკს და გულისხმობ მოყვარულ მოთამაშეებს, რეკრეაციულ მოთამაშეებს, ანუ ყველა რეგულარი ვინც არის და ვინც თამაში ისწავლა, ყველა როდესაც იყო ფიში, არავინ არ დაბადებულა პროფესიონალ მოთამაშე და დარწმუნებული არის მოთამაშეები, რომლებიც ახლა დღესდღეობით პოკერს გასართობად თამაშობენ, შეიძლება ყოველ შემთხვევაში თუ მაგათი ინტერესი იქნება, შეუძლიათ რავი, ჩაუვიდნენ თეორიას და ისე მოიხოდონ, რომ ჩემნაირი მოთამაშეებს რავი შანსი არ დაუტოვონ. ასე რომ
საწყენი არ არის მაგის თქმა მინდა რა. მე ყოფილა ხოლმე რაღაც პოკერის კომიუნიტიში ამაზე ლაპარაკი, ერთმანეთს მოუწოდებენ პოკერისტები, რომ ფიში არ დაუძახო, რეკრეაციული მოთამაშე დაუძახი, ან მოყვარული ან რაღაც ეგეთი და კი მართალია, მაგრამ ნუ ჩვენ გვიყვარს რა, ან მე პირადად მიყვარს რაღაცა ესეთი ცოტა არაპოლიტკორექტული ტერმინოლოგიით საუბარი და რავი, არ მიწყინოთ რაღაცა. სხვადასხვა ეხლა გამახსენდა რომ ეხლა რახან მაგ თემას შევეხე, ეხლა გამახსენდა რომ ეს არის ამ თვითონ ჩაშენებულ იმაში სმაილიკებში არის ფიში რა, ფიში რო დაუძახო ოპონენტს ეგეთი სმაილი და ხშირად მეძახიან ხოლმე ფიშ მაგიდას და იმაზე კიდე ლიდერზეც არის იგივე და ძალიან ისეთი ტერმინია მოკლედ რა, თითქმის ოფიციალური. ჩატები აღარ არის ქართულ რუმებში, ჩატები რო იყო, ხალხი რეივს წერდა იმ ჩატებში, ზოგი ილანძღებოდა და ეხ მაგაზე არ ვიძახი ისე რა ზოგადად ის იყო რა აჭარის კაცი ხარ და რაღაც ეგეთი ბრალდებები მოდიოდა ეხაც არის აი ბოტი ხარ თუ რაღაც ეგეთი he's a bot თუ რაღაც ეგეთი კარგი ნუ ისეთ ფლოპში მოხდით ეხლა კაროვალით როგორიც ვისურვებდი მეორე ბარელი მან შეიძლებოდა მაგრამ ჩათვალე დიდი ფოლდეკვითი იყო ძალიან და არ გავედი უზებს მან ვერ წარმოვიდგენდი ვერანაირად ეს და თავიდან ნახოთ ეგ დარიგება ხო არა 5 ბლაინდი ოფენრეიზი ხო აი თქო კარგად არ შევხედე მე ამ დარიგებას იმიტომ რომ 5 ბლაინდი ოფენრეიზი თავისთავად ტუზები უნდა წარმომედგინა მანდ იმიტომ რომ ეს ყოველთვის არ ხდება კარგ ფლოპში მოვხდი მომენტო გაგრძელა აგრესია უბრალოდ დავქოლე კიდე უბრალოდ დავქოლე და რივერი დაუჩეკე არა რაღაც ეტაპზე უნდა გამეზარდა მე რაღაც ეტაპზე უნდა გამეზარდა არისო მართალი ესე სამი ქოლი კი შეიძლება ოპონენტთან ჯერ ერთი ნუ ორი ვარიანტი იყო რა ტუსკაროლი რო ყოფილიყო ოპონენტთან დაუშვათ ხო თუ ეხა არ ვიცი ზოგადად მაგ სიტუაციაში რას ფიქრობდი მაგრამ სავარაუდოდ ტუსკაროლის არ მეშინოდა სავარაუდოდ უფრო ფიქრობდი რომ ოპონენტთან ძალიან დიდი ფოლდეკვითი იყო და მაგით არ მინდოდა რომ გამეზარდა რა მაღალი ალბათობით ეგ იყო ხა მეორე რიცხვი ტუსკაროლი კაროლდამაც იყო ოპონენტთან მაგრამ ტუსკაროლისგან კაროლდამისგან ცოტა უფრო დიდ საიზინგებს ველოდები მანდ მე რა მგონია რომ უფრო დიდი საიზინგებით გამოვიდოდა რა 2-3-3-4-ის ნახევარ პოც არ გამოვიდოდა ორჯერ მithumetes როცა ფლოპზე კოლი მიიღო თერზე გაზრდილი საიზინგით გამოვიდოდა იმიტომ რომ ფლეშ დროები იყო და იქნება გადავახტებინო ხო ფლეშ დროებს და შესაბამისად რეიზით უნდა მეთამაშა იმიტომ რომ მან ტუზების გარდა კიდე იქნებოდა დამი ვალეტები 10-იანები და ნებისმიერი რაღაცა რაც ხშირ შემთხვევაში გადაიხდა ხოლმე იმიტომ რომ გაწყვილებულ კაროლს არ დამიჯერებდა მან რეიზით უნდა მეთამაშა მე თვითონ დავუშვი შეცდომა ხშირად უწევ ხოლმე რეკომენდაციას რომ slow play რეკრეაციული მოთამაშეების წინააღმდეგ არ არის მაგდამით გამართლებული რა ვერ მივიღე ძალიან კარგი ძლიერი ხელით ველი ვერ მივიღე იმიტომ რომ პასიურად გავათამაშე და ვითომ ოპონენტთან ბლეფის პროვოცირებას ვცდილობდი ბლეფის პროვოცირებას უნდა ეცადო მარტო იმ ოპონენტებთან რომელთანაც იცი რომ ბლეფობენ იცი რომ აგრესიულები არიან ხა ოპონენტზე მე ინფორმაცია აქ არ მაქვს შესაბამისად არის გამართლებული ჩემი მხრიდან next low play ეს დამასამიანი გასაგები არ დასაღრელია ზოგადად ბევრმა ეხლა ბოლო პერიოდში ვთამაშობდი ძალიან ბევრ მაგიდებს ხა ამ ექს მაგიდებს ვთამაშობდი არ ვიცი ამ სესიის მიმდინარეობისას ესე ჩავიწერე შემო ამის გარდა კიდე მქონდა მაგიდები ზოგადად 12 მაგიდებს ვთამაშობ ხოლმე ბოლო დღეები რა მაგრამ არ ვარ გაყოფილი სავარაუდოდ შევამცირებ ის მაგიდების რაოდენობას იმიტომ რომ ბევრ შეცდომებს ვუშვებ აქ ჩეკი იყო ჩვეულებრივად და რივერზე მე მგონი ჩეკი ჯობია რა იმიტომ რომ აქ როგორი რამეა იცი აი ერთი შეხედვით ფიქრობ რომ ძლიერი ვარ ვიდრე ოპონენტი მაგ დროს აი დაახლოებით ეგეთი არგუმენტი მაქვს ხოლმე რომ აი მე თავარი ოპონენტის ძლიერი ხელი მაქვს დაახლოებით რა ანუ რეპრეზენტაციას რასაც აკეთებს ოპონენტი მაგაზე ძლიერი ვჩანვარ რა და უკვე მე დანარჩენს ოპონენტი მოიფიქრებს ითი გადაიხდის რა მაგალითად აქ შეიძლება ეჭიროს რაღაც 6-იანები და გადაიხადოს რა ჩვეულებრივად პატარა საიზინგი მეორე რიცხვი კიდე ოპონენტი აგრესიულად იყოს მონიშნული რა ეხა აქ რომ მე გავიდე რაღაც 1/3-იან რაღაც ეგეთი და რომ აღმოჩნდეს რაღაც ოპონენტს ქონდა რაღაც დაუშვათ რაღაც 5-4-იანი ან რაღაც ეგეთი 5-3-იანი და რაღაც გაჩოტი და ელოდებოდა სტრიტ-სტეტი არ მოვიდა და საბოლოო ჯამში ან 6-4-იანი ან რაღაც ეგეთი რა ხო არ მოვიდა დაუშვათ სტრიტი და გადაწყვეტს რომ იბლეფოს დამასამიანი უნდა დამაყრევინოს რა მაგიტომაც დაჩეკვა გადაწყვიტე რა
თუმცა აი პასიურ ოპონენტთან აქ გამართლებული იქნებოდა ესეთ სიტუაციაში რაღაცა იპატარა აი რაღაცა 25% პოტის აი 3.5 ბლაინდი ესა რა value ჩაოლებრივად ესეთი value ბეთები კარგად მუშაობს ზოგადად აი რაღაცა showdown value ჰენდებით რეკრეაციულ მოთამაშეების წინააღმდეგ შეიძლება ხოლმე ეს რაღაც პატარა value-ს მიღება რა მაგრამ ამ სიტუაციაში გადაწყვიტა რომ არ მქონდა value ბეთი და იმის გარისკვით რომ საპასუხო რეიზი მიმეღო არ მიღირდა აგრესიული მოთამაშის წინააღმდეგ და ჩეკ-ჩეკით დავიღირა ჩვეულებრივად. ეს ზოგადად ახლა სტანდარტული გათამაშება იყო, მაგრამ აი არასტანდარტულია ის რაღაცა პატარა value ბეთები river-ზე. ზოგადად კარგი ანუ win rate-ზე ძალიან დადებითად აისახება დისტანციაზე. აქ 3 ოპონენტი ყავს, მაგრამ ახლა ჩეკები მივიღე. ფიქრობა 5-იანებით შეიძლება წინაცვა რა ამათთან და შესაბამისად ვეცადოთ რომ ეს პოტი წავიღოთ რა. ხო და ანუ მაგას ვამბობდი რომ ბევრ მაგიდას თამაშობ, ვატყობ რომ ანუ რაღაც მომენტებში შეიძლება გავიდე ხოლმე რეინჯებიდან რაღაცა შეცდომები დავუშვა ხოლმე და ასე შემდეგ რაღაც არასაჭირო დარიგებები ვითამაშო ხოლმე და ასე შემდეგ და რაღაცა შეიძლება შემოსავლის ამაში რომ ბევრი მაგიდების თამაში უფრო მომგებიანი იყოს დიდი დისტანციის და ასე შემდეგ მაგრამ აი ფსიქიკისთვის ყველა ვარიანტი ესეთი ცოტა მაგიდების აი 6 მაგიდა შეიძლება 8 მაგიდა რაღაცა აი მაგ ფარგლებში თამაში ну ყოველ შემთხვევაში ეს რას გულით ხო ვიცი ანუ მოთამაშე თვითონ რამდენად ასე ვთქვათ კომფორტულად რამდენ მაგიდას თამაშობს რა ხა ჩემ შემთხვევაში ეს 6 რომ მაგიდა არის აი კომფორტულად ამასაც თამაშო და ვიღაცისთვის ნაკლები იქნება რა მაგრამ აი ასე ვთქვათ სულიერი სიმშვიდისთვის ეს კომფორტის ზონაში თამაში ბევრად ჯობია რა მაგის თქმა მინდოდა ზოგადად კომფორტის ზონა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა პოკერის მაგიდასთან საერთოდ ძალიან ხშირად მსმენია ხოლმე ეგეთი რაღაცები აი კომფორტის ზონა და არ უკვე კომფორტის ზონიდან და გახვიდე ასე შემდეგ ეს პოკერში ნაკლებად მუშაობს რა აი პოკერში უფრო პირიქით უნდა შეიქმნა რა კომფორტი რა ლიმიტასაც თამაშობ კარგი მაკროლი უნდა ქონდეს და კარგად უნდა თამაშობ და პირიქით აი უნდა ისეულო რომ შენი კომფორტის ზონა გააფართოვო და ასე ვთქვათ მოიცვა რაღაც ისეთი სიტუაციები შენ კომფორტის ზონაში რაც შეიძლება არ იყო მანამდე შენთვის კომფორტული თუ კომფორტის ზონიდან გახვიდე და რაღაც თავზე მოტახტე და რაღაც ეგეთები ზოგადად კარგად არ თავდება ხოლმე სამწუხაროდ. ალბათ სხვა მიმართულებითაც მარტო პოკერში არა. ან ჩოლობთ ოლინი დამავალდით. იზოლირება. არ არის კარგი ფლოპი, სხვათა შორის. ოპოზიციად ზოგადად აგრესიას უფრო იშვიათად ვაგრძელებთ ვიდრე პოზიციაში ამაზე ვილაპარაკეთ პოსტლობის ვიდეოში. თუმცა მაინც ეს ჰაიბორდი იყო და შეიძლება აგრესიის გაგრძელება ნახევარი პოტით, ანუ single barrel რა ეგრეთ წოდებული, ანუ ფლოპზე თუ ვერ დავიღებდი, თერნზე მარტო გაძლიერების შემთხვევაში გავგრძელებდი აგრესიას. გაძლიერებით გავძლიერდებოდი, გამაძლიერებდა ან ფლეშს თუ წამოვიდო და ან გაჩვდი რა. თუმცა რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ ალბათ ფლეშში და გაჩვდით არ იქნებოდა გამართლებული აგრესიის გაგრძელება. და უბრალოდ რაღაცა equity-ის რეალიზებაზე წასვლა აჯობებდა. 7-იანები მან ტრიბეთი სწორია. ზოგადად ეს 4-იანიც შეიძლება ტრიბეთი, მაგრამ აი დინამიკაში ხო რაღაცა ზედიზედ რომ ატრიბეთებ რეკრეაციულ მოთამაშეს ეგ სავარაუდოდ უფრო მაგარი ალბათობით დაგიკოლავს და
შესაბამისად, ტუდოთხენი ალბათ არ არის იმ სიძლიერის ხელი, რომლითაც ეხა ქოლის ნახვა ძალიან გამიხარდება, თუნდაც პოზიციაში, თუნდაც საკმაოდ ძლიერი ხელით, თუნდაც რეკრეაციული მოთამაშის წინააღმდეგ. რავი, მაინც შეიძლება და რა ტრიბეთი არა. კაი ხელი კი არის ტუდოთხიანი, ხა ძალიან კაი არ არის, მაგრამ ალბათ უფრო მაინც ტრიბეთი აქ კარგად იმუშავებდა რა. აი ესე არ უნდა მონიშნო, აი ეს შეცდომა სიჩქარეში, ეს აშკარად სტილი არის რა, ტუზრიანი. ჩვეულებრივ ამ ბლაინდებს ან შეუტიო ესეთი ჰენდით და წინასწარ მონიშნე ფოლდი, ეს შეცდომაა, აშკარა. აქ კიდე ქათოვიდან ვარ ეძებ, ანუ კი გასაგებია რომ აქ ლიმპის მერე ამას მაინც დავყრიდი, მაგრამ ანუ აქ ჩვეულებრივ ქათოვიდან ვარ ეძებ, ანუ ჩემი რეინჯი არის. გასაგებია რომ აქ ბიგ ბლაინდზე რეკრეაციული მოთამაშეა, მაგრამ და კიდე ჩეკ ფოლდი მოვნიშნე. ჩეკ ფოლდი რა ფოლდი. აი ეს რაღაცა, აი ბევრ მაგიდებს თამაშებს რაღაცებს ვერ ამჩნევ. საბოლოო ჯამში ეს აი ჟონავს მაგ მასეთ რაღაც პატარ-პატარა რაღაცებში ჟონავს win rate. აი მაგიტომ არის კარგი რომ როცა თამაშობ holder manager-ით. ხო, აქ ჯერ არ მაქვს დაყენებული, ხო? სამ blinds ვარ ეძებ იმიდანაც ბატონიდანაც რა. ჯერ თუ მაქვს დაყენებული. არ მაქვს დაყენებული ჯერჯერობით bet slideri აქ რა, როგორც ხვდები. მე გავასწორე ეს bet slideri. ვერ ვასწორებდი, მე მობილურიდან გავასწორე. გამომწერმა დამიწერა რომ მობილურიდან გაასწორებო და სამ blinds ვარ ეძებდი ყველა პოზიციიდან. არა, სულაინიდან ისედაც სამი ბლაინდია, მაგრამ და აი, რასაც სტატისტიკით თამაშობ, მოკლედ მაგას გამიდოდა, რომ აი ესეთ პატარ-პატარა რაღაც დეტალებს რა, სადაც შეცდომებს უშვებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამებს შეგიძლია ჩაუჯდე და გაანალიზო ყველაფერი კარგად და ეს ყველაფერი გამოასწორო ხოლმე რა. ზოგადად მე ვცდილობ ხა რა მე რომი შევარჩიო, სადაც სტატისტიკით ვითამაშებ და გადაჭდომით თუ არ გადავჯდე, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა გარკვეული დისტანცია დავაგრო, რომლის ანალიზსაც მე გავაკეთებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ვცდილობ რომ შევარჩიო რომი ჯერჯერობით რაღაც ამერიკას card room-ის ვარიანტს განვიხილავ რა, ან poker king-ის რა. king-მა რაღაც არ შემიშვა რაღაც კლიენტმა გამიჭედა და მე ამერიკას card room-ი გადმოვწერე, ერთ იგივე room-ია, winning poker-ი. შემარამე deposit bonus-ი გავაკეთო მან და ნახოთ. თუ რამე უკეთესი იდეა არ მომივიდა, რამე უკეთესი room-ის იდეა. აქ კი მინდა ეხა აქცეტოლიუზე შესვლა, მაგრამ არ მგონია გამართლებული იყოს რა, უკიდან სკვიზები საკმაოდ ხშირად იქნება უკიდან სკვიზები და შესაბამისად არ იქნება გამართლებული. ეს იზოლეიტი ანუ შევედი მაინც. არ არის გამართლებული ეს. პირიქით რეკრეაციული პირიქით რეგულარიზი რა ყოფილიყო მინრეიჯი და ბლაინდებზე ყოფილიყო რეკრეაციული მოთამაშე, ეს გამართლებული იქნებოდა ორიანებით, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იყო ეს გამართლებული. თუმცა პირიქით არის. აქ რა გვაქვს? სტრიტი. და ოპონენტმა ძალიან ისეთი სტრიტი არის, ფლოპზე არის დახურული სტრიტი, ანუ ბორზე არის დახურული სტრიტი, აი ფოლდია ჩვეულებრივად რა. კარგ შემთხვევაში ანუ გავიყვანო წავაგო შესაბამისად რა აზრი აქვს. ფლეშდროები კი აცდა და არა უშ უკეთესი სიტუაციაც იქნება რომ მაგ ოპონენტთან გავარკვიოთ. აქ რეიზოლეიტია, ტუზამით დაკოლვა შეიძლება, მაგრამ მაგამით გადასარევი გადაწყვეტილება ამეთქი ვერ ვიტყოდი რა. მანდ ხა ვერაფერს ვერ მოვედე ვაფშე.
Foldi ვიღავ იმად. Აშკარად. იმედია ხა მაინც დავყრი. კი ბატონო. შემცირებული საიზინგით კი გააგრძელა ოპონენტმა აგრესია, მაგრამ არაფერი არ მქონდა რა. რამე გაჩოტი ან რაღაც ეგეთი მაინც მქონდა, რეიზი შეიძლებოდა, მაგრამ არაფერი როცა არ გაქვს, მან დაყარო ეგეთს. პრეფლოპზევე, ანუ პრეფლოპზევე ზოგადად აი სხვადასხვა ფერის ტუზამა მან შეიძლება დაყრილიყო. მოდი ვნახოთ სხვადასხვა ფერის ტუზამა ეგეთ დროს თუ იქოლება რა. მგონია რაღაც ეჭვი მაქვს ძალიან დიდი რომ არ იქოლება. ესე იგი, ეგ იყო სიტუაცია. ანუ ლიმპი აქ როგორ უნდა მივუწითო არ ვიცი, მაგრამ ნუ კაროჩე არა აქ მაგ სიტუაციას ვერ შევიყვან რა. არ ვიცი როგორ შევიყვან, მაგრამ კაი, ნუ მაინც თქვათ რომ ბატონიდან რეიზი. small blind-დან ტრივეთი. სხვადასხვა ტუზამა აქ ფორმეტში მიყავს ამას, მაგრამ ნუ მან ხა ესა განსხვავებული სიტუაცია იყო რა, მან იყო ლიმპი, მე ჩემი მხრიდან იყო იზოლირება და ოპონენტის მხრიდან იყო 12-ის ნაცვლად რაღაც 14 ნახევარი ბლაინდი რეიზი. და სხვადასხვა ფერის ტუზამას, ნუ მოკლედ არა, ეს big blind-ია, ბოდიში. ეს big blind-ია, ბატონი. ხო, აი, ცოტა კოლი არის რა, ცოტა კოლი არის. ალბათ იმ სიტუაციაში იქნებოდა ცოტა კოლი. იქიდან გამომდინარე, რომ იქ ცოტა დიდი კოლი მქონდა, ან ცოტა მეტი მქონდა დასაკოლი. მაგრამ უფრო დიდი ინვესტიცია მქონდა გაკეთებული. კი, შეიძლება ალბათ დაკოლა შეიძლება. ეხლა ნახე როგორ არის სოლვერი აქ all-in-სა და call short-ს გთავაზობს. ანუ პირდაპირ push-ს გთავაზობს. შეიძლება დაფუშო პირდაპირ. ან დაკოლო. სხვადასხვა მე მგონი push-ი ძალიან კარგად იმუშავებდა, მაგრამ isolate-ის წინააღმდეგ რა. კი, ხანდახან call-ი მომხდებოდა ხოლმე ტუსკაროლისგან და დამებისგან და უკეთესი ჰენდებისგან. მაგრამ მგონია რომ მან isolate-ის range-ში ოპონენტს ეკნებოდა რაღაც მაგალითად ერთი ფერის ტუზვალეტი, მაგალითად ერთი ფერის კაროლ დამა, შეიძლება სხვადასხვა ფერის კაროლ დამა იქ შემთხვევებში და მგონია რომ push-ი მათ კარგად ითამაშებდა, რომ პროსტა ძალიან ხშირად მაგ პოტს წამოვიღებდი ხოლმე. Star-ფულს ალბათ ერთი 20 ბლაინდამდე Star-ფული იყო მან და ალბათ აი ეს ძალიან კაი რამეს გთავაზობს. სხვადასხვა აი ესე პრეფლოპზე forward push-ები მაქვს რაღაც უფრო ტუსკაროლს ვიყენებ ხოლმე. აი ტუსკაროლსაც აქვს, ნახე. push-ი 26% შემთხვევებში. არა, 18% შემთხვევებში. და forward-ი. ანუ forward-სა და push შორისაა განსხვავება. ტუსკაროლს ვიყენებ ხოლმე კარგად, ეფექტურად push-ს მაგ სიტუაციაში. აი ტუზდამას არა. და ეხლა მივხვდი რომ კარგად წავიდოდა მანდ push-ი რა. ჩვენთან არ არის ეგეთი აგრესიული დინამიკა სხვადასხვა არცხვებისგან არ მინახია ხოლმე ეგეთ სიტუაციაში. ტუზდამით push-ი რა, ხშირად. მაგრამ შეიძლებოდა, კი, ეხლა ხვდები რომ შეიძლებოდა. ესეთი რაღაცეებზე თქვენი აზრი დაწერეთ ხოლმე რა. ანუ აი, რას ფიქრობთ ეგეთ დროსთან რაღაც. ვისაც გაქვთ რაღაც დამოღებული ეგეთი isolate-ის წინააღმდეგ თამაში მაგალითად შედარებით უფრო თავდაჯერებულად. აი, რას აკეთებთ ტუზდამით? სხვადასხვა ფერის ტუზდამით. ერთი ფერის ტუზდამით მან დაკოლვა, ნუ ერთი ფერის ტუზდამით დაკოლვა უფრო ალბათ გამართლებული იქნებოდა. დამები forward-ია. ნუ forward call-ი რა ჩავლებოთ. forward-ი და თუ დამიფუშეს წავალს ტექსზე რა. სოლვაინზე აქ რა დოლარიანი. ცოტა იყო და რაღაც, მაგრამ ესეთი ადრეული პოზიციის წინააღმდეგ თან უცნობი ოპონენტის წინააღმდეგ ფოლდი ჯობდა სავარაუდოდ. ეხალათიანი შეიძლება კოლით მიღება. ვერაფერში ვერ მოხდით. უპოზიციოთ ეგ ჩეკ ფოლდია პირდაპირ. ეს კოლი კი, ანუ უკან საინტერესო ხალხი მიჯდა თან დიპსტეკებში კი შეიძლებოდა. აი დიპსტეკების ხათვით შეიძლებოდა რა.
თუმცა small blind-ზე cold call-ი უკვე მან გვილაპარაკია რომ მაინდა-მაინც მომგებიანი ოპცია არ არის ხოლმე. აქ უნდა გავსულიყავი თერზე. არ მივიღებდი fold-ს ავარაუდს, მაგრამ დისტანციაზე მგონია რომ სწორი იქნებოდა. კიდე resolate. აქ შედარებით დაკოლა შეიძლება. თუმცა გაზრდილი სტეკებია. დაყრაც არ არის შეცდომა. მან სტანდარტული 1/13 თერზე ალბათ აგრესიულად გავაგრძელო, მიუხედავად იმისა, რომ ესეთი კარგი კარტი მოვიდა, იმიტომ რომ არ მეჭიროს ახლა ფლეში მაშინაც კაი იქნებოდა აგრესიის გაგრძელება რაღაც ბლეფზე. ფლეშ კარდი კარგი იქნებოდა აგრესიის გაგრძელებისთვის. ბალანსისთვის, ანუ რომ დავიცო ჩემი ბლეფები თერზე. ფლეშიც ან ნაც ფლეშიც შეიძლება გავაგრძელო. შეიძლება დაბალი ფლეშით დამეჩეკა. და რივერზე რა ჩოლებრივია, სტანდარტული სონი ალბათ რა. ისეთი ორიგინალური არაფერი მომდის ადრე. მანდ აქ კოლი მივიღე და blind-ზე ოპოზიციოთ ფიქრობ რომ ხო 2/13 თუ 3/4 კარგი იქნებოდა. აქ ვაგრძელებ სტანდარტულად აგრესიას 1/13-ით. დანიშნი ყველა ყველაფერი რიგზეა. აქ მეგონი თერზე მეორე ბარელი რავი. რა შეიძლება ითქვას? ერთის მხრივ თერნი რაღაც პონჩი ბლანკი არის. არაფერი არ შეცვალა. მაგრამ ნუ თავდაპირველად თავიდანვე გაჩოტი მქონდა. აქ რავი overbet-ით შეიძლება წავიდეს საჩვეულებრივად რა. რაღაც 15 ბლაინდი. 150% დაახლოებით. თუმცა აი აქ ვფიქრობ ხოლმე აჭარაზე რომ რაღაც თქოს overbet-ი და 3/4 თქოს ერთსაირად მუშაობს თქო რა, მაგრამ მე მგონი არ არის ეგრე. ახლა აქ როგორ თემა იცი რაღაცა არის რა ოპონენტთან და მე მგონი მესამე ბარელის გაკეთებას დიდი აზრი აღარ აქვს. ანუ ისეთი ჰენდი რო იყო ეტყობოდა რომ რომელსაც აი მაგალითად აი თერზე რომ და overbet-ი გამეკეთებინა ხო რივერზე დაფუშვას უკვე აზრი იქნებოდა იმიტომ რომ დაფუშვა ნამეტანი იქნებოდა დიპსტეკებში ვიყავით მაგრამ ნუ რივერზე გასვლას უკვე აზრი იქნებოდა იქიდან გამომდინარე რაც fold equity იქნებოდა რა მაგრამ ესეც სტანდარტულ სამბარელს ალბათ ტუზი დაკოლავდა რა თუნდაც არც ისეთი ძლიერი ტუზი. სტანდარტული გათამაშება. რაღაც საკმაოდ ისეთი სწორი გაწყვეტილება იყო რივერზე. ეს კაროლ ვალეტი ბიგლაინდენ არა ნუ შეცდომა არ იქნება მაგრამ აი რამდენად საჭირო ტრიბეთია უბრალოდ აი მაგან დავაინტერესა სხვადასხვა კაროლ ნუ ტრიბეთი შეიძლება კოლი შეიძლება უბრალოდ ხო
უკვე ნანა ბოლოში გავდივართ. ამ ტუზდამით ფორბეთი არ იქნებოდა შეცდომა ნამდვილად, ანუ რეკრეაციული მოთამაშე იყო ოჩია. კი, რაღაცა ძლიერ რეინჯებს აჩვენებდა, მაგრამ შეიძლებოდა ფორბეთი, ანუ რეკრეაციული მოთამაშე იზოლირების მიზნით საკმაოდ ძლიერი ხელით ტუზკაროლით ყველა ვარიანტში ვიზავდი მაგას, მაგრამ აი ტუზდამაც წავიდოდა სავარაუდოდ. შეიძლება წასულიყო მაგ სიტუაციაზე. ეცოდა ტაიტად ვითამაშე ეს სესია, ვიცოდი რომ ვიღებდი მეთქი რაღაცა და მაინდა-მაინც შევა მაგა რაღაცა გავლენა იქონია. გავდივართ ბოლოში, ნელა. NL100-ზე გაცილებით უფრო ისეთი მჭიდრო შემადგენლობებია ვიდრე NL50-ზე. თან ცოტა არასტაბილური ექშენია რა. მაგიდები ხან არის ხან არა და რაღაცა. ეგეთ ეხავს. ხო, აქ ეხლა რა გავაკეთე რა, მახსოვს ეს დარიგება. ანუ ეს რა თქმა უნდა აქ cold forward-ი იქნებოდა გამართლებული ჩემი მხრიდან. მაგრამ call-ი გავაკეთე იქიდან გამომდინარე, რომ ეს ოპონენტი რახან საკმაოდ აგრესიულად თამაშობდა. ვიფიქრე, რომ იქნებ ამისგან მივიღო მეთქი forward-ი რა. ან თუ დავუშვათ ამისგან forward-ი არ მივიღებ, blind-ებზე რეკრეაციული მოთამაშეების ხედავ და იქნება ისინი შემოვიდნენ მეთქი რა. უბრალოდ რომ cold forward-ი გამიკეთებინა და ჩემი ესეთი ძლიერი ხელი ტუზკაროლი როგორიც არის რომ ბლეფში გადამეტანა, ხო, ეს ბლეფი გამოვიდოდა რეალურად. იმ გაგებით ვამბობ, რომ ამაზე ძლიერი ხელები ხა არაფერი არ დაყრიდნენ, ხო, ეხა კაროლი ტუზები და დამები არ დაყრიდნენ. და დავუშვათ რაღაცა ტუზდამები და ერთი ფერის ტუზოლეტი კაროლ დამები რაღაც ეგეთები რაც იყო ეხა ამ ოპონენტთან რაც UTG-ს ატრიბეთებდა MP-დან, ხო? მაგათ კიდე დავაყრევინებდი რა. ან ჩემზე უარეს ხელებს დავაყრევინე. რაღაცა ისეთი პონტი გამოდიოდა, რომ ანუ რაღაცნაირად მკვდარი ფულის მომპარვისთვის დამენანა ეს კაი ხელი ცოტა აგრესიულ დინამიკაში რა. მეთქი ამ დინამიკაში მეთქი შეიძლება თქო რომ უკეთესად გამოვიყენო ესეთი ძლიერი ხელი რა. ეგ წარმოვიდგინე და გავაკეთე call-ი პროსტა. აქ შევიყვანდი call-ით ტუზებს კაროლებს ყველა ვარიანტში. შევა დამებს რა. და სწორედ ვალეტების ერთი ფერის ტუზდამით და რაღაც ეგეთებით გავაკეთებდი, ან სხვადასხვა ფერის ტუზდამით თუნდაც cold forwards რა. რაღაც დაახლოებით ეგრე წარმოვიდგინე სიტუაცია, ლოგიკურად რა. ერთი ფერის ტუზკაროლი ყველა ვარიანტში call-ი იყო და სხვადასხვა ფერის ტუზკაროლი იყო მოსაზღვრე ხელი რა. და შევიყვანე call-ით. ნუ უკენა მივიღე ეს forward-ი, ანუ მკვდარი ფულის წაღებაზე ითამაშა ამან. და აქ მე რაღაცა შემოქმედებითი ტანჯვა განვასახიერე და გავაკეთე all-ი. აქ უკვე პოტი არის 54 blind-ი. 100 blind-ს ფუშავ. და ფოლდები მივიღე და წავიღე. ანუ ხო, აი ეხა ეს დაახლოებით აქ რაც გავაკეთე, აი ზღავსი რაღაცა ეხა ხვდები რომ შემიძლია აი ტუზდამით გამიკეთებინა იქ რა, მაგრამ აი არ განვიხილავდი ტუზდამით ეგეთი რაღაც გაკეთებას.
კარგი ბლოკერებია ტუზდამა, სხვადასხვა ფერის ტუზდამა და აი სოლვერმა სადაც გურჩია რომ all-in-ი შეიძლება რეიზოლეითის დანაყოფ მეთამაშა. ის ახლა ის რეიზოლეითი იყო უბრალოდ განლიპულ პოტში და ეს ახლა ტრიბეტ ბანკში იყო რა, ახლა ეს გაცილებით დიდი პოტი იყო, გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ რომ აი მაგ სიტუაციაში ტუზდამა კარგად იმუშავებდა ხოლმე რა. ამ დარიგებით დამთავრდა მე მგონი. დამთავრდა. ეგ იყო, მოკლედ, ჩემი დარიგების გარჩევა. დარიგების კი არა და ვიდეოს გარჩევა. და რავი, გავაგრძელოთ ამ არხის კეთება. ვიდეოების გამოგზავნა, დარიგებების გამოგზავნა და აბა თქვენ იცით, კარგად იყავით. წარმატებებს გისურვებთ.